გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერების მომტარი ყოფილიყოს 2026 წელი თქვენი ოჯახებისთვის. წუხელ მთელმა საქართველომ აღნიშნა ახალი წლის დადგომა. საქართველოს მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცეს ქვეყნის პირველმა პირებმა. ქვეყნის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ. ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტრადიციულად გახანგრძლივებული რეჟიმით მუშაობდა. დიდ თოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით რიგ საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად არის აკრძალული. მდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. შვეიცარიის სათხილამუო კურორტზე აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაშვებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ხერსონში სასტუმროზე დრონებით თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. დღეიდან ძალაში შედის შინაურ ბინადარ ცხოველთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ცალკეული ნორმები. დღეიდან იკრძალება ერთჯერადი დანიშნულების პლასმასის ჭურჭლის მიმოქცევა და აკრძალვასთან ერთად ფინანსური ჯარიმები წესდება. მძღოლებს, ვისაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ და მათ მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭება. ამ დროისთვის სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. წარმატება და ბედნიერება გქონოდეთ. შეხვედრამდე.